გავიგოთ. სამი შეკითხვა. თითოეულზე მოსაფიქრებლად 20 წამი ბლიცი შედგენილია ქართული პოეზიაზე და ხდნობით. პირველი შეკითხვის ავტორია მანანა უჯმაჯურიძე, თბილისი. ლექსი პირველი. მოისმინეთ ოთარ ჭელიძის სტრიქონები. დამდევს შუაღამის ბაღში ურვა ოროველა ერის, როცა თმაჭაღარა ბავშვი, ორი სიტყვა გამოტოვებულია მღერის. ყურადღება შეკითხვა. აღადგინეთ გამოტოვებული სახელი და გვარი, დრო. საიათნოვასა რაღაცა სხვა. არა კაცო, სახელი და გვარი რა საიათნოა. დამდევს შუაღამის ბაღში ურვა ოროველა ერის, როცა თმაჭაღარა ბავშვი. თმაჭაღარა ბავშვი ვინ იყო? ეხლა წავიდეთ რა. რაღაცას მღერის, სახელი და გვარი. რაღაცას მღერის, ანუ ვიღაცას რაღაცა სახელი და გვარი. ანა კალანდაძე, სად ვიღაცა სიტყვაზე გეუბნები. თმაჭაღარა ბავშვი. ვინ იყო თმაჭაღარა? არა, საერთოდ სახელი და გვარია. ვინა იყო თმაჭაღარა ბავშვი? გისმენთ ბატონო თარ. ვინ უპასუხებს? მე მიყურეთ მე. კამერაში. არ არის პასუხი. ჰამლეტ გონაშვილი. ეს სწორი პასუხი. ლექსი მეორე. კვლავ მანანა უჯმაჯურიძე ოთარ ჭელიძის ლექსით. სიკვდილის მოსვლამდე გარდაცვლილი შიმშილმა როდესაც შეაშინა ბერიკაც მარჯვენა ძმაკაცივით მოჰყვია. ორი სიტყვა გამოტოვებულია. აღადგინეთ გამოტოვებული სახელი და გვარი, შეგიძლიათ ბრუნვაშიც ჩასვათ. დრო. მარჯვენა ძმაკაცი შეაშინა ბერიკაც მოჰყვია. შვილმა, ვიღაცა შვილმა. არა, სიკვდილის მოსვლამდე გარდაცვლილი ვინ იყო ეგ რავიმე? სიკვდილის მოსვლამდე გარდაცვლილი ვიღაც მარჯვენა ძმაკაცივით მოჰყვია. რაღაცა შვილმა ყველაზე. პაოლო იაშვილმა რავიმე? დრო. ამოიწურა ბატონო ოთარ. თქვენი არჩილ მაჭავარი პასუხობს. ბატონო არჩილ. პაოლო იაშვილი. ეს სწორი პასუხია. მონიკა რა, ბიჭო რა? მოდი თაზაზე. ბოლტავზე მოდი თაზაზე, ხო? ლექსი მესამე. უშანგი ბენიძე. ექიმი ქუთაისიდან ითამაშებს თქვენს წინააღმდეგ. ნაწყვეტი ვაჟა ფშაველას ლექსიდან. სხვანაირი. ასწავლე ბავშვებს ბავშურად, ჰანგები გულზე მწდომია. ტრფიალი ბუნებისადმი მამა პაპური ომია. ბავშვ გულის მესაიდუმლე შრომობ. ერთი სიტყვა გამოტოვებულია ჩუმა და ბავშვების ჭირი დალხენა გულს მიგაჩნია წყლულა და. ყურადღება შეკითხვა. მიხვდით ვის მიუძღვნა ეს ლექსი ვაჟამ და აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა, ერთი სიტყვა, დრო. აიცა იაკობ ჩუმა და შეიძლება სახელი არის იაკობ არ არის, ანუ სიტყვა უნდა აღადგინო იმენა, გაიგე? იასია იყო გოგებაშვილია. ტრფიალი ბუნებისადმი მამა პაპური ომია, ბავშვ და გულის მესაიდუმლე. ვიღაცებ ჩუმა და ვიღაცებ ვინ იყო თქვა იაკობ გოგებაშვილივით ტიპი? გოგებაშვილი რა სახელი შეიძლება? სახელი ადამიანის სახელია, ხო? არ არისო სახელიო, შეიძლება სახელი მიხვდით და აღადგინეთ სიტყვაო და რაღაცასავით ჩუმა და შრომობ. დრო. რავი, თუთკარი. გისმენთ ბატონო ოთარ. ვინ უპასუხებს? ხარი ყურადღება სწორი პასუხი. ხარი ჭიანჭული რაღაცა. ხარი შეიძლება. ვინ არის მე ადამიანი? მაგრამ ხარი ადამიანი სიტყვა აღადგინეთ, არ აგაქვთ პასუხი. ყურადღება ბატონ წამღონოთ. სიტყვა უნდა აღადგინოთ. სიტყვა თქვი რამე ხარია რაღაცა თქვი. ნუ უპასუხობს მაშინ სერგი პანაძე, მაგრამ არ არის. ბატონ სერგი ეს სიტყვა არის? ხარივით. ხარივით. არ არის. მიღებული. ყურადღება სწორი პასუხი. საუნაცასულიყავი. რა იყო მაიკო? სახელი ყოფილიყო მძიმეებით იქნებოდა გამოთ. იაკობ რატო არ შეიძლება? იაკობ მძიმეებით ეს ლექსი ვაჟამ მიუძღვნა ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთ ფუძემდებელს შიო ქუჩუკაშვილს. ღვიმეში ბავშვს გულის მესაიდუმლე შრომობ ღვიმეში ჩუმა და ბავშვების ჭირი დალხენა გულს მიგაჩნია წყლულა და. უშანგი ბენიძემ ქუთაისიდან დაამარცხა მოაზროვნეები, ანგარიში გახდა 4-2. აი, მოდი რა, მოდი რა ითამაშე.